დარიალის ხეობაში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. დროებითი გზა დღეიდან გაიხსნა, ასევე გახსნილია ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიც, რომელიც კვარცობით დაზიანებული გზის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტს ეტაპობრივად გაატარებს. შეგახსენებთ, სტიქიის გამო სამხედრო გზა 17 მაისიდან ჩაკეტილი იყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ადგილზე გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერეს. მიუხედავად რთული მეტეოროლოგიისა და ძალიან რთული გრუნტის, სადაც ახსნილი არის, უბრალოდ ძალიან მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი. ყველა იმხოლოდ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას და მის თანამშრომლებს. საკუთარი სიცოცხლის ბაზად იმუშავეს. პირველ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 7 მილიონი ლარი აღდგენით სამუშაოებზე. დღეს ჩვენ უკვე გავხსენით გზა, ეს არის დროებითი გზა. გზა გამოვალია როგორც მსუბუქი ისე სატვირთო ავტომობილებისთვის, უკვე ათეულობით მანქანა ლარსის მხრიდან შემოვიდა ჩვენ საბაჟოზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ გზა გაიხსნა. ბედნიერი ვარ არა მარტო მე, არამედ რუსი, ქართველი და სომეხი საზოგადოებაც.